მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ უნდა გატეხოთ Sony Vegas Move Studio Platinum. დავიწყოთ. აქ ჩვენ გვაქვს კრეკი და საინსტალაციო. რიგში რა თქმა უნდა დავაინსტალიროთ. ასე ჩავთოთ. როდესაც ჩაერთვება, გავიჩვენოთ ენა. აქ დავეთანხმოთ. აქ ჩვენ გვაქვს 3 RAM, 3 პროგრამა, პირველი Vegas Move Studio, შემდეგ DVD Architect და SoundForge და აქ ჩვენ თუ გინდათ რომელსაც გინდათ იმას დაინსტალირებთ, თუ გამორთავთ, ხონდათ 1, ანუ 2, მაგრამ როდესაც გამორთავთ რომელიმეს, შემდეგ კრეკთან დაკავშირებით შეგვექნება პრობლემა, რადგან იქ მოგთხოვს კრეკი ტეხავს 3-ვეს ერთად და ამიტომ ის მოგთხოვს ეს ფაილი დაიკარგავო, ამიტომ თქვენ როგორც გინდათ, ისე გააკეთეთ. მაგრამ მე გირჩევთ რომ 3-ვე აეჩიოთ. შემდეგ მივცეთ install. ახლა დავაპაუზებ, სანამ ეს დაამთავრებს დაინსტალირებას. მე დავამთავრე დაინსტალირება, დავაჭიროთ finish. და აქ გვაქვს ჩვენ 3 პროგრამა. შემდეგ ჩვენ უნდა გავუშვათ კრეკზე ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Runners Administrator. დავაჭერთ აი ამას, ამის გარეშე ის პროგრამებს არ გატეხავს. დავაჭიროთ, შემდეგ დავეთანხმოთ და აქ ამოგვიგდებს აი ამას, შემდეგ აიქ მივიტანოთ, რომ გაწყვეტილება დავაჭიროთ მარცხენა კლიკს. აი, როგორც ხედავთ, დაამთავრა, დაწერა OK. ამიტომ ეს გამოვთათ. ესეც გამოვთათ. ეს კრეკი, რა თქმა უნდა, მოთავსებული იქნება ვიდეოს ქვეშ. შემდეგ აი ნებისმიერ პროგრამას ჩავთავთ. აი მაგალითად აიმს. ხედავთ, რომ არანაირი კოდს არ გთხოვს, ის ჩვეულებრივად ამუშავდება და არ მოგთხოვს კოდს. აი ყველა პროგრამაზე აი ასე იქნება. ეს გამოვთათ. აი ასე, მაგალითად აი DVD Architect. შევამოწმოთ. აი როგორც ხედავთ, არაფერს არ გთხოვს. ჩვეულებრივად ჩაირთვება. ეს გამოვთოთ. და იგივე იქნება SoundForge Audio Studio-ზე. აი აქაც არაფერი არ მოუთხოვია, ესე გამოვთოთ. ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია. იმედია გაიგეთ. ნახვამდის.